მისოების წმინდა მოგება მკვეთრად გაიზარდა, რა ტენდენციებია სექტორში, გიყვებით რამდენიმე წუთში. მამუკა მდინარეძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა. მისოლის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბენზინის ფასმა 15%-ით მოიმატა, მაშინ როდესაც მსოფლიო ტენდენციით 29%-ით უნდა გაძვირებულიყო, დიზელის ფასი კი 33%-ით გაიზარდა, ნაცვლად 42%-ისა. ბენზი არის განცხადებით მომარაგებული აქვთ მომდევნო 6 თვისთვის საჭირო საწვავის 70%, რაც უზრუნველყოფს ხარჯების მკაფიო პროგნოზირებადობას და დაცვას არასტაბილურ გარემოში. მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა. რუსთაველის რეაბილიტაციაზე ცალ-ცალკე გამოცხადებული 3 ტენდერის ჯამური ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმე ნამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბეტაძე წარმოგიდგენთ. საინვესტიციო ჰოლდინგ Honeywell Partners-ის მფლობელი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ მას საქართველოში ცემენტის ბიზნესის გაყიდვად სურს. რუხაძემ ამის შესახებ კაცმანის პოდკასტში ისაუბრა. ის ამბობს, რომ საქართველოში ინვესტორები არ შემოდიან. საუბარია Heidelberg ცემენტიდან შეძენილ აქტივებზე, რომელიც დღეს Honeywell ცემენტის სახელით აწარმოებს პროდუქციას. ამ ბიზნესს რუხაძე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდთან ერთად ფლობს და საქართველოში კლინკერის წარმოებაში მონოპოლისტია. ირაკლი რუხაძის თქმით, როდესაც ბიზნესი გასაყიდად გამოიტანეს, შეთავაზების ფასი იმაზე ნაკლები მიიღეს, ვიდრე მსგავსი ბიზნესი მათ შორის აზიურ ქვეყნებში გაიყიდებოდა. ბიზნესმენი იმასაც ამბობს, რომ საქართველოდან ოცხოეთში გასული ამბები ინვესტორებს აფრთხობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბები მისი შეფასებით სიმართლე არ არის. ცემენტიც რაღაც მოსო მიაღწია, მის მე ავიყვანეთ, რა ქვია, იქ ვკავს როშილდი აყვანილი, როშილდის ბანკი და ის გვიყიდის. და ორივე გამაქვს ეს პრობლემა და ეს ამ პრობლემას თუმე ღირებულებას მიგდებს ირაკლი რუხაძეს, რომელსაც წილი ეკუთვნის Honeywell ცემენტში და წილი ეკუთვნის ლიბედი ბანკში, ეს ღირებულებას უგდებს ყველა სხვა ბიზნესმენს საქართველოში. აქედან გადის ისტორიები, რომ ამერიკელებს აგდებენ, გერმანელი გააგდეს, რა ქვია, მატოჩინელებს აძლევენ. ამით ყველას გიგდებენ ღირებულებას. აბსოლუტურად ტყუილია სხვა შე, ზანი გერმანელი არ გაუგდია და ჩინური ფული არ შემოსულა საქართველოში 2012 წლის შემდეგ. ეს ყველას გიგდებს ღირებულებას. ამიტომ ყვები მე ამას, ეს ბიზნესზე მაწვება მე. ჩემი ბანკი ბეოთფო ძვირად უნდა გამეყიდა. მე Heidelberg ცემენტი უნდა იყიდეს ბეოთფო ძვირი, იმიტომ რომ Heidelberg იყო თვითონ თავის კომპანიაზე მეტად აფასებდა ჩვენსას მულტიპლიკატორით. არა საერთო ღირებულებაში, არამედ მულტიპლიკატორსაც უყენებდა ჩვენ მოგებას, იმიტომ რომ ჩვენ ბეოთფო მაღალი მარგინალურობა ქონდა. და ჩვენ მონოპოლისტი რა ქვია კლინკერის წარმოებელი ვართ საქართველოში და როცა გავიტანე ბაზარზე, ნახე რომ ყველაზე დაბალი მივიღე. ანუ რამე თუ ბიზნესი თუ იყიდებოდა სოფლიოში, ტაივანში, იმაში რა ქვია ბირჟაზე და მე ბირჟაზე უძვირად გამეხნე, რომ კერძო ხელშეცაყიდი უფრო ძვირად ყიდი, ხო, ქვია control premium რაღაც. მე ყველა ბირჟაზე იმაზე ნაკლებიდები მივიღე და ამის ახსნა იყო ეგ, რომ აქ შემოსვლა არის ცუდი, იმიტომ რომ გაურკვეველი ქვეყანაა, ბავშვებს წამლავთ ქუჩაში და რაღაცა სიგიჟეები. ინოვაციური განათლება, სწავლების ახალი მეთოდოლოგიები და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. ესიც ძირითადი საკითხებია, რასაც მანგლისში მდებარე Festival of Hope ეძღვნება. ევროპული სკოლის ორგანიზებით საბადოს ლიდერობის აკადემია 15-დან 18 წლამდე გამორჩეულ ახალგაზრდებს მასპინძლობს. პროექტში 20-მდე წამყვანი სკოლის 100-ზე მეტი მოსწავლე და უცხოური საგანმანათლებლო ინსტიტუტების ხელმძღვანელები არიან შეკრებილნი. ადგილზე დილიდან მუშაობს ჩვენი რეპორტიორი ლიკა მეგუთნიშვილი, რომლისგანაც ახლა პირდაპირ ეთერში ფესტივალის შესახებ უფრო მეტ დეტალს მოვისმენთ. ლიკა გისმენთ. ნინო, მოგესალმები, კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ჩვენ თვალს ვადევნებთ მათ შორის ამ წუთებშიც სხვადასხვა ინტერაქციულ პროცესს, არაერთი აქტივობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს სხვადასხვა სივრცეში, როგორც საკონფერენციო დარბაზში, ასევე არაერთ ოთახში, მათ შორის მოდალური კონფერენციები, გაეროს სესიები იმართება ამ წუთებში, ახალგაზრდები მართავენ მას და ისეთ თემებს განიხილავენ, როგორიც არის 2008 წლის ფინანსური კრიზისი, ასევე COVID-19 პანდემია და ისინი ერთად ეძებენ ახლა ამ კრიზისებიდან გამოსავლის გზებს და ამის მიღმა ასევე იმართება პარალელურ რეჟიმში სესიები ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით, მათ შორის ამ ინოვაციის აქტიურ დანერგვაზე მსჯელობენ უშუალოდ სწავლების პროცესში. მოკლედ, დღეს არის დღე, როცა მოსწავლის პერსპექტივიდან ვუყურებთ და ვაფასებთ საგანმანათლებლო სისტემას მსოფლიოს მასშტაბით და ეს არის ის დღე, როდესაც უშუალოდ თავად მოსწავლეები საუბრობენ განათლების მომავალზე, ინოვაციების
განათლების დანერგვაზე, აზრთა გაცვლა-გამოსვლაზე, ნეტვორკინგის ფორმატში და ძალიან საინტერესო აქტივობები გაიმართა მთელი დღის განმავლობაში ამ სესიების მიღმა. მათ შორის იყო სხვადასხვა პანელური დისკუსიები, ასევე ჰქონდათ არაერთი მოხსენება აი ამ ლიდერ ახალგაზრდებს და არაფორმალური აქტივობებიც გაიმართა, როგორც არის სხვადასხვა ქორეოგრაფიული დადგმები, ასევე მუსიკალური ნომრები და მოკლედ საკმაოდ დატვირთული არის დღევანდელი დღე. სულ რაღაც 1 საათში კი უკვე გადავინაცვლებთ საბადოში მდებარე კინოთეატრში და ამ სივრცეში უკვე იქნება დახურვის საზეიმო ღონისძიება, რომელიც შემდეგ უკვე კოცონით დაგვირგვინდება და როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო მოსწავლეები სწორედ ამ ფორმატში შეაჯამებენ დღევანდელ დღეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ დამაყურებელმა უკვე დილიდან კარგად იცის ამ ამბის შესახებ 20-ზე მეტი სკოლის საერთო ჯამში 100-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს, რომლებმაც შიდა შესარჩევი ტურების შემდეგ, რაც თავიანთ სკოლებში გაიარეს, შემდეგ უკვე ევროპულმა სკოლამ წარადგინა აი ამ მასშტაბურ ფესტივალზე, რომელიც იბართება ლიდერობის აკადემია საბადოში და რომელიც ემსახურება იმ მიზანს, რომ ქართველმა და საერთაშორისო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა მოსწავლეებმა დაამყარონ ნეტვორკინგი, გაუზიარონ ერთმანეთს სწავლების ინოვაციური მეთოდები, მიდგომები და ყველა ის ინიციატივა და სამომავლო გეგმა, რაც ლიდერ ახალგაზრდებს აქვთ. ჩემი აზრით, ნეტვორკინგი არის ადამიანებისთვის ძალიან კარგი საშუალება, რათა მათ თავიანთი ლიდერული უნარები გაანვითარონ, ხალხთან კომუნიკაცია შეეჩვიონ, სოციალობას და როგორ გახდნენ სამყაროს მნიშვნელოვანი წევრები. როდესაც გავიგე, რომ ეს ღონისძიება იმედზე იყო დაფუძნებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან ჩემი მოძრავი, რაც მეხმარება, რომ ბევრი ვიშრომო და კარგი რაღაცები გავაკეთე ჩემი სკოლისთვის, არის ის იმედი და იმის იმჯერა, რომ მომავალში ყველაფერი კარგი გველოდება და ჩვენი საქმე არის, რომ ამ მოქმედებებს ხელი შევუწყოთ და ჩვენი ფიქრებით, კრიტიკულობით და კრეატიულობით ამას დავეხმაროთ. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სხვადასხვა ხალხი რომ გავაერთიანოთ, თან თუ ერთ პროგრამაში ერთმანეთი გავიცნოთ და იდეები გავაზიაროთ. ჩემი თანატოლები იგივე პროგრამაში როგორ გადიან, როგორ ფიქრობენ და რევს წარმოადგენენ, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი დღეს სრულად და ერთმნიშვნელოვნად ეძღვნებათ მოსწავლეებს 15-დან 18 წლამდე გამორჩეულ ლიდერ ახალგაზრდებს, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათთან ერთად აქ იმყოფებიან საერთაშორისო ექსპერტები, მაღალი რანგის წარმომადგენლები საგანმანათლებლო სფეროდან, მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან, რომლებიც აკვირდებიან თუ როგორ საუბრობენ, რა კომუნიკაცია აქვთ და რა იდეებს ავრცელებენ ახალგაზრდები მომავლის განათლებასთან დაკავშირებით. მათ ჰქონდათ ტური, დაათვალიერეს სრულად და ბოლომდე გაეცნენ საბადოს ლიდერობის აკადემიას და ისაუბრეს ჩვენთან ინტერვიუში ევროპულ სკოლასთან საკმაოდ აქტიურ ინტეგრაციაზე, რომელთან პარტნიორობითაც კეთდება ეს ღონისძიება და რომელსაც აქვს საკმაოდ მასშტაბური სახე დაფარვის ძალიან დიდი არეალით. IB მსოფლიოს სკოლების კავკასიისა და ცენტრალური აზიის ასოციაციის 5 წლის თავს აღნიშნავთ და ვფიქრობთ, რომ საქართველოს საუკეთესო ადგილია ამ თარერის აღსანიშნავად. კავკასიის რეგიონში არსებული კავშირების და ასევე იმის გამოც, რომ საქართველოში სუფევს სტუმართ მასპინძლობის და მეგობრობის ატმოსფერო. წელს თბილისის ევროპული სკოლაა იმედის ფესტივალისა და კონცეფციის მასპინძელი. შესანიშნავი იყო გახსნის ცერემონიალის ნახვა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ უფროსები ვაკეთებთ, აერთიანებს სხვადასხვა კულტურის და ტრადიციების მქონე სტუდენტებს აქ, საქართველოში. აღნიშნავთ მათ განსხვავებულობას, მაგრამ ასევე ვაფართოებთ კავშირების დამყარების შესაძლებლობას და სამყაროს უკეთესად ვაქცევთ. აქ რამდენიმე მიზეზის გამო ვარ და ვფიქრობ, ყველაზე საამაყო მიზეზი არის ის, რომ უკვე დაახლოებით 11 წელია ვთანამშრომლობ ევროპულ სკოლასთან. მას შემდეგ, რაც პირველად დავიწყეთ აკრედიტაციის მიმართულებით მუშაობა. თვალს ვადევნებ სკოლის ზრდას ერთი კამპუსიდან, თვალს ვადევნებ მის განვითარებას, პროგრამების გაფართოებას. თუ მხოლოდ საერთაშორისო სკოლების საბჭოსა და აკრედიტაციის მხარეზე ვისაუბრებ, დიდი ნაწილი განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაოა. CIS-ი ბევრს აკეთებს სტანდარტების დასანერგად და იმის უზრუნველს აყოფათ, რომ სკოლას ჰქონდეს საერთაშორისო კომპონენტები და ფუნქციონირებდეს როგორც კარგი საერთაშორისო სკოლა. ასე რომ, თქვენ საქმე გაქვთ ადამიანთა საზოგადოებასთან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანი რამის შექმნაზე. ასევე მუშაობენ სტუდენტებთან იმ იდეალებისთვის, რომლებსაც სკოლა ატარებს. იმედის ფესტივალი ერთ-ერთი მათგანია.
Festival of Hope არის ერთი ნაწილი მასშტაბური ღონისძიების, რომელიც ევროპული სკოლის ეგიდით იმართება საქართველოში. ეს არის ინოვაციური სწავლების რიგით მეხუთე საერთაშორისო კონგრესი, რომლის მასპინძელი არის წელს პირველად საქართველო და უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელი დღის დახურვის შემდეგ უკვე პროცესები გაგრძელდება ხვალ სასტუმრო პულმანში იქნება გახსნის ღონისძიება, სადაც უკვე აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტებს და ასევე განათლების სფეროს სპეციალისტებს მოვუსმენთ და შემდეგ უკვე შაბათს და კვირას ევროპული სკოლის არაერთ რამდენიმე კამპუსი აქვს ამ სკოლას და თითოეულ მათგანში გაიმართება საკმაოდ მრავალფეროვანი ღონისძიებები და უკვე დახურვა იქნება ამ კონგრესის შემაჯამებელი ღონისძიება კვირას და ცხადია ამ ყველაფერს ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს, პირდაპირ ეთერში მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს საქმიან მაყურებელს. მადლობა ლიკუნა, მაგრიში მიმდინარე Festival of Hope-ის შესახებ ლიკა მეკუთნიშვილი საუბრობდა. მიკროსაფინანსო სექტორი კი მკვეთრ ზრდას აჩვენებს. პირველი კვარტალი მცირე და საშუალო კრედიტორებმა 51 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაახურეს, რაც წლიურად 76%-ით, ანუ 22 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. გაიზარდა სექტორის საკრედიტო პორტფელიც, რომლის მოცულობა 2 მილიარდ ლარს აღწევს, ეს წლიურად 32%-ით, ანუ 501 მილიონი ლარით არის გაზრდილი. და კრედიტების მატება ძირითადად სალომბარდე კრედიტების ზრდას უკავშირდება, კერძოდ თუ კი 2025 წლის პირველ კვარტალში ამ სესხების პორტფელი იყო მილიარდ 70 მილიონი ლარი, ამჟამად ის მილიარდ 630 მილიონ ლარს აღწევს, რაც 39%-ით, ანუ 456 მილიონი ლარით მატებას წარმოადგენს. შედეგად სალომბარდე კრედიტების მთლიანად მისვების სექტორის სესხებში უკვე 79%-იანი წილით არის წარმოქმნილი. რა ტენდენციებია სექტორში, რა სექტორებში მიმართულებით ხედავენ ზრდის პოტენციალს მისვები, სალომე გიორგბერიძე, ევროკრედიტის საოპერაციო დირექტორი გვერდდება პირდაპირ ეთერში. სალომე, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა. საინტერესო რიცხვები გამოქვეყნდა პირველი კვარტალის მაჩვენებლებით. რა დგას ამ კონსოლიდირებული მაჩვენებლების მიღმა? მოგესალმებით, დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის პირველ რიგში. ნამდვილად ძალიან საინტერესო ციფრებთან და სიტუაციასთან გვაქვს საქმე. სექტორი არის მაღალი მომგებიანობის ფაზაში და ბუნებრივია ეს მაღალი მომგებიანობიდან გამომდინარე პორტფელიც გაზრდილი არის, თუმცა პორტფელის სტრუქტურა არის ოდნავ სახეცვლილი. თუმცა ჩვენ შეგვიძლია დეტალურად განვიხილოთ ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილ სესხების წილზე რახან ვაკეთებთ აქცენტს, რა ნაწილს უგულისხმობთ აქ, რას მოვიაზრებთ და ასე შემდეგ. ანუ ბუნებრივია უზრუნველყოფილი სესხების წილი გაიზარდა, თუმცა მაინც ეს მოკლევადიან პერსპექტივაში ვფიქრობ რომ არის ეფექტი გამომდინარე იქიდან რომ ბაზარზე გარკვეული ცვლილებები განხორციელდა სხვადასხვა დროს. მაღალ მოთხოვნას რომ თავი დავანებოთ, ბაზრიდან ორი მოთამაშის გასვლის შემთხვევაც ჰქონდა, რაზეც შეგვიძლია მოგვიანებითაც ვისაუბროთ, თუმცა ამ შემთხვევაში კონკრეტულად მაგალითად ჩვენი კომპანიის გადმოსახედიდან რომ ვიმსჯელოთ, უზრუნველყოფილი სესხების წილი ჩვენთან მოდის ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ოქროს ლომბარდის მიმართულება არ გვაქვს, ეს არის ტრანსპორტით, სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხების დიდი წილი. რეალურად ჩვენი კომპანიის პრაქტიკულად უდიდესი წილი ამ პროდუქტს უჭირავს, რაც არის ავტოსესხი და რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებას, ეს არის ბიზნეს სესხების მიმართულება, რომელიც მცირე და საშუალო დაკრედიტების წილს მოიცავს და ბუნებრივია ამის განვითარებასაც ვფიქრობთ, რომ შევაჯამოთ ძალიან მარტივად. რა თქმა უნდა, ვადასტურებთ, რომ ეს კონცენტრაცია საკმაოდ მაღალია, მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, პირადად ჩემი მოსაზრებაც მინდა გავაზიარო რა ამ მიმართულებასთან და ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ რეალურად სექტორი მომგებიანი დარჩება და აუცილებლად დასჭირდება რაღაცა გარკვეული მექანიზმის შემუშავება. ერთ-ერთი რაც საჭიროა, ვფიქრობ, ეს არის პროდუქტების დივერსიფიკაცია, იმიტომ რომ დღეს შესაძლებელია ზუსტად ამ ესე ვთქვათ საკითხიდან გამომდინარე ოდნავ უფრო კონცენტრირებული იყოს ბაზარი და შესაბამისად შეთავაზებები მომხმარებლებისადმი და მეორე საკითხი ეს შეიძლება იყოს ტექნოლოგიური განვითარება, რაც მნიშვნელოვანწილად მინდა აღვნიშნო, რომ გააუმჯობესებს სამომხმარებლო გამოცდილებასაც და პრაქტიკულად ჩვენ ესეთი კონცენტრირებული პორტფელიდან გადავიდეთ
თუნდა ფართოდ სპექტრიან ციფრულ და ესე ვთქვათ მრავალფეროვან ეკოსისტემაზე. რის საშუალებასაც ესე ვთქვათ მოგცემს დარწმუნებული ვარ ის ქმედებები, რომელსაც მაგალითად ჩვენი კომპანია ახორციელებს, თუნდაც ტექნოლოგიური მიმართულებით და მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვაებიც აქტიურად არიან ბაზარზე ჩართულები. რა მიმართულებით ხედავთ? აი რა თქვა თქვენ ახსენეთ, რომ გაქვთ სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფილი სესხები. რა სექტორებში, რა მიმართულებებში ხედავთ, რომ შესაძლებელი იქნება უფრო აქტიურები იყოს? ჩვენ მაგალითად ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობთ და შესაბამისად დაახლოებით 2 წელზე მეტია მოკლედ ეს მიმართულება ჩვენ დაგვემატა. შეიძლება ითქვას, რომ ახალია ეს მიმართულება ჩვენთვის და პრაქტიკულად სწრაფად განვითარებადი, უფრო და უფრო იზრდება ბიზნეს სესხების და ამ მიმართულების წილი კომპანიის პორტფელში და რა თქმა უნდა ეს მცირე და საშუალო ბიზნესების მიმართულებას მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ შევთავაზოთ დაკრედიტების შესაძლებლობები. ბუნებრივია აქ მნიშვნელოვანი არის ბაზარზე არსებული კონკურენციაც, რაც ვერ ვიტყვით რომ დაბალია და ასევე ფასის თემა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოგეხსენებათ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ესე ვთქვათ, ციფრული მიმართულებით სვლა გარკვეულწილად და ხელმისაწვდომობა მომხმარებლისთვის, რაც გულისხმობს იმას, რომ სასურველ ადგილზე და ძალიან სწრაფად მიიღოს მომხმარებელმა დაკრედიტება, ეს მაინც ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად რჩება და ამ მიმართულებითაც ხედავთ გარკვეულ ესე ვთქვათ შესაძლებლობებს. მე მეცაც გეტყვით, ჩვენ რამდენიმე თვის წინ, უпростоრად ეს იყო აპრილი წინა წლის 2025 წლის აპრილი, როდესაც ტექნოლოგიური მიმართულებით ძალიან საინტერესო გადაწყვეტა შევთავაზეთ მომხმარებელს, რადგან უზრუნველყოფილ სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილ სესხებზე ვსაუბრობთ, ეს იყო განმეორებითი სესხის ონლაინ მიღება და ახლა მუშაობთ და პრინციპში გამოვიტანეთ უკვე ბაზარზე 2 კვირაზე მეტია ჩვენი სრულიად ციფრული ავტოსესხის პროდუქტი, რაც ძალიან საინტერესო და ისეთი მნიშვნელოვანი რეპუტაციით სარგებლობს უკვე ჩვენი მომხმარებლების თვალში და ვფიქრობთ, რომ ეს და ბიზნეს სესხების მიმართულება იქნება ძალიან საინტერესო კონკრეტულად ჩვენი კომპანიისთვის. ჩვენ ახლა გვაქვს საინტერესო სტრუქტურა საერთოდ საფინანსო ბაზარზე. ყავს ძლიერი ბანკები, ყავს მიკრობანკები, რომლებიც საკმაოდ კარგ პოზიციაში არიან და მათი მაჩვენებლებიც ძალიან დამაიმედებლად გამოიყურება, ყავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სესხის გამცემის სუბიექტები. აი ამ კონცენტრირებულ ბაზარზე სათხედავთ საერთოდ მისწოების როლს. საინტერესო 29 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ყავს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ტიპის ცვლილებები იყო ამ მიმართულებით, იყო დახურვა სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, რა სივრცე გრჩებათ იგივე საპროცენტო განაკვეთების ნაწილში, საინტერესოა, რომ ეფექტიანი კონკურენცია გაწიოთ. კი, ნამდვილად მნიშვნელოვნად შემცირდა მისოების რაოდენობა, 2020 წლიდან მოყოლებული რო შევხედოთ 40 იყო ბაზარზე და 29 ვართ უკვე 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით და დღესაც ეს ციფრი უცვლელია. ბუნებრივია ბანკებს ყავთ თავიანთი სეგმენტი, სადაც ჩვენ კონკურენციაში შესვლას არც ვაპირებთ ბუნებრივია. ბანკების შემდგომ სექტორს რაც შეეხება, ანუ მიკრობანკებს, რაც რეალურად ახალი ესე ვთქვათ სისტემაა ჩვენს რეალობაში, ბუნებრივია მათი გასვლით ბაზარზე ჩვენთვის დამატებითი სივრცე შეიქმნა და სწორედ ამ სივრცის ათვისების პერიოდი შეიძლება იყოს ახლა და სწორედ ამითაც შეიძლება იყოს განპირობებული გარკვეულწილად ცვლილებები, რასაც დღეს ჩვენ ბაზარზე ვხედავთ, თუმცა აუცილებლად გავუსვამ ხაზს, რომ ეს ყველაფერი მოკლევადიანად უნდა იყოს შენარჩუნებული, თუ გვინდა რომ სექტორი, რასაც მიკროსაფინანსო ესე ვთქვათ კომპანიების სექტორს ვუწოდებთ, იყოს წარმატებული მომავალში. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენთვის გამოყოფილ ახალ სეგმენტს და სივრცეს, ბუნებრივია არ არის ძალიან მზარდი და ძალიან დიდი, ისეთი როგორიც შეიძლება წარმოგვედგინა, თუმცა პროდუქტების დივერსიფიკაციაც და ახალი საკრედიტო შესაძლებლობების შექმნა შეიძლება იყოს გამოსავალი ჩვენთვის, რომ პორტფელის სტრუქტურა შევცვალოთ და დავაგენერიროთ უფრო საინტერესო შეთავაზებები მომხმარებლებისთვის. ამიტომ რამდენად ფიქრობთ, რომ აიწიოთ ერთი საფეხურით ერთი ლიგაში მიკრობანკის სტატუსიც მიიღოთ?
ხო, ძალიან საინტერესო კითხვა. მოკლედ, ვფიქრობთ, რომ ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება და ამას ესე ერთი რაღაცა უცბად ვერ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. ძალიან კარგია ის, რომ კომპანია უკვე ფიქრობს ამასთან დაკავშირებით. ბუნებრივია არის ძალიან ბევრი დეტალი, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ, გავდივართ კიდევაც ამ დეტალებს და რა თქმა უნდა, სამომავლოდ ამ ლიგაში აუცილებლად ხედავთ ჩვენს თავს, კონკრეტულად კომპანია ევროკრედიტს გულისხმობ და რა თქმა უნდა, პასუხი იმაზე მოვიაზრებით თუ არა ამ მიმართულებით იქნება აუცილებლად დიახ. თითქმის დრო არ დაგვრჩა, მაგრამ მინდა ძალიან მოკლედ მითხრათ მოლოდინებზე წლის განმავლობაში როგორ ფიქრობთ, რამდენად შეინარჩუნებს მიკროსაფინანსო სექტორი მომგებიანობის მაღალ მაჩვენებლებს? ვფიქრობ რომ მომგებიანობის მაჩვენებელი შენარჩუნდება, თუმცა ტემპი შესაძლოა შემცირდეს, რაც რეალურად თუ რაც აღნიშნეთ ის ყველაფერი განხორციელდება, ბუნებრივია გულისხმობ დივერსიფიკაციის ნაწილს, რაც აუცილებელია და 1 და 2, ესე ვთქვათ, პროდუქტზე დამოკიდებულები ვერ ვიქნებით, ეს აუცილებლად გვიხსნის, ასევე ისევ ჩვენზეა დამოკიდებული არა მხოლოდ პროდუქტის ნაწილი, როგორიც იყო ბიზნეს-ესხის მიმართულება და მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება, არამედ არხების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები და ესე ვთქვათ, საჭიროებების დადგენა. პრაქტიკულად ჩვენ რამდენიმე პროდუქტიანი ბაზრიდან აუცილებელია, თუ გვინდა ესე ვთქვათ, სამომავლოდ წარმატებული სექტორი გქონდეს, რომ გადავიდეთ უკვე მომხმარებლის გამოცდილებაზე დაფუძნებულ და უფრო მრავალფეროვან საკრედიტო შეთავაზებებზე. რა თქმა უნდა, გავაშუქებთ ჩვენ აქტიურად ამ შეთავაზებებსაც. ძალიან დიდი მადლობა სალომე გიორგბერიძე, ევროკრედიტის საოპერაციო დირექტორი, იყო ჩვენი სტუმარი. საქმის კურსი კი ამით დასრულებულია. 17 საათი და 40 წუთზე დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში პროექტი.